TBC ქვეყნის სტრატეგიული სექტორების დაფინანსებას განაგრძობს და ამიტომაც BMG უძრავი ქონების ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს ადგილზე ესტუმრა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზიონის კომპლექსში, რომელიც მდებარეობს კრწანისის დიპლომატიურ უბანში. და როგორც მისი მესწავლებლები ამბობენ, აქ სულ სხვა ცხოვრებას პირდებიან. და მოდი გავარკვიოთ, რა ცხოვრებას პირდებიან და რატომ გადაწყვიტა TBC, რომ აღნიშნული პროექტის ექსკლუზიური პარტნიორი ყოფილიყო. ზიონის კომპლექსი არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ გვისაუბრია ნათია BMG სტუდიიდან. მაყურებელს ბევრჯერ მოусმენია სიახლეებზე, ზოგადად კომპლექსის მნიშვნელობაზე უძრავი ქონების სექტორში, მაგრამ სრული სურათის დასანახად ძალიან კარგია, რომ ახლა დღეს აქ ვიმყოფებით და მინდა რომ ავხსნათ, რას ნიშნავს ზიონი ქვეყნისთვის და როგორი არის მისი კონცეფცია. დიდი მადლობა ნინი. პირველ რიგში ძალიან მსიამოვნებს, რომ ადგილზე გმასპინძლობთ ლაშასთან ერთად და მე შემიძლია მოგიყვეთ პირველ რიგში უბნით დავიწყებ, ვინაიდან ეს არის საკმაოდ ელიტარული უბანი კრწანისი, რომელიც ისტორიულად ყოველთვის არის საელჩოების ლოკაცია. ეხლაც აქ არის განლაგებული 4 საელჩო, რომელიც ამ უბანს კიდე სხვანაირ პრივატულობას, უსაფრთხოებას, რაღაც სხვანაირ ელიტურ სულს ცნობილი როგორც დიპლომატიური უბანი. კი ბატონო. ასევე ჩვენ კომპლექსის ერთ მხარეს არის მთლიანად რეკრეაციული ზონა, რომელიც არის შევარდნაძის რეზიდენცია, წინ არის ზუსტად ბრიტანეთის საელჩო, აქვე გვაქვს საფრანგეთის საელჩო, ლიტვის საელჩო და ჩვენი კომპლექსი, რომელიც არის დაბალი განაშენიანების და თვითონ კრწანისი ცნობილია დაბალი განაშენიანებით, წარმოდგენილია როგორც ხედავთ საკმაოდ აქტიურ ფაზაში. 2027 წლის ივნისში უკვე მალე დასრულდება და საფასადე და მიწის უკვე შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოებზე ვართ გადასული. როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რა დაინახეთ ამ იდეაში იმ მნიშვნელობის, როცა TBC-მ გადაწყვიტა, რომ ზიონის პარტნიორი უნდა გამხდარიყო? მადლობა ნინი. ეს პროექტიც გამორჩეული არის, ვიტყოდი, თავისი ლოკაციით, არქიტექტურით, მასალებით, სტანდარტებით და სერვისებით, რასაც თავის მომხმარებლებს თავაზობს. ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ აღნიშნული პროექტის მთავარი ფინანსური პარტნიორები, რომლის სამშენებლო ბიუჯეტი 35 მილიონი ამერიკულ დოლარამდეა და TBC ექსკლუზიურად სრულად აფინანსებს აღნიშნულ პროექტს. გადავინაცვლოთ უფრო საქმიან სივრცეში და გარემოში? კი, გადავინაცვლოთ ჩვენს გაყიდვების ოფისში. კი ბატონო. მოგწანდით, ეს არის ჩვენი გაყიდვების ოფისი. ასეც ხედავ. იტალია ადგილზეა. Hello. Wow. Welcome. How are you? How are you, Nice to meet Nini? you. Good to see you. How are you? Thank you. Welcome. Hi, Lasha. How are you? Ati? Welcome. გადმოვინაცვლეთ შედარებით საქმიან გარემოში და ჩვენ ახლა კადრში ვხედავთ ზიონის დასრულებულ პროექტს თუ როგორ იქნება ეს მაკეტის სახით არის, თუმცა მეტი მოვუყვეთ იმ ეტაპებზე, რომელსაც ახლა გადის ზიონი კრწანისში. საელჩოებთან ეს კომპლექსი გაყიდვების ნაწილიც გვაინტერესებს, რომელიც ამ დროისთვის შეგვიძლია რო ვთქვათ და მე დარწმუნებული ვარ სიახლეებიც იქნება ისეთი ტემპებით ვითარდება. დიდი მადლობა ნინი. მოგახსენებთ, რომ პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. გადასული ვართ უკვე შიდა ბლოკის მოწყობის და ლესვით სამუშაოებზე, ასევე მიმდინარეობს საფასადე სამუშაოები, ვიტრაჟების, კონსტრუქციების, ძირითადი ნაწილი ცხადია სამუშაოების დასრულებულია, ასევე დავიწყეთ ეზოს შიდა მოპირკეთების საკითხი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს თანმიმდევრული და ცხადია ვინარჩუნებდეთ უმაღლეს ხარისხს. როგორც ჩვენს მომხმარებელს შევპირდით, პროექტი დასრულდება 2027 წლის ივნისში და გაყიდვების მხრივ სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ვინაიდან მთლიანად ეს პროექტი ეფუძნებოდა ლიმიტირებულ კონცეფციას, შეზღუდული რაოდენობით გვაქვს დარჩენილი ბინები, ვინაიდან შემდეგი ფაზები ამ ლოკაციაზე მეორე და მესამე ფაზა არ იგეგმება. ამის მიხედვით ჩამოგვეყალიბდა საკმაოდ დიდი მომლოდინეთა სია ჩვენი შემდეგი პროექტებისთვის და რაც სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსი წინა კვირას გაიყიდა.
ესეც ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მოვისმინეთ ჩვენი ინტერვიუს დროს. ლაშა, თქვენთან მინდა კიდევ პარტნიორობაზე გადმოვიდე კითხვით, ჩვენ კი ვისაუბრეთ გარეთ, თუმცა ამ პარტნიორობის მიღმა, რომელიც კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არის, ხო, მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტსა და ზიანს შორის, ამის მიღმა დამატებითი პარტნიორობაც გაკავშირებთ. მეტი მოუყვეთ ჩვენ საქმიან მაყურებლებს. გარდა თბილისის კრწანისის პროექტისა, აქტიურად მუშაობთ მიმდინარე პერიოდში უკვე ქუთაისის პროექტებზე, კერძოდ ჰოსტელის პროექტზე, რომელიც შედარებით ბიუჯეტური განთავსების ობიექტის მშენებლობას გულისხმობს ქუთაისის ისტორიულ ცენტრში. სამოვალოდ კი კიდევ გვაქვს ქუთაისში ორი პროექტი, ერთი კიდევ ერთ ახალ სასტუმროს ერთობლივად დაფინანსებას შეეხება, ხოლო მეორე ახალი დეველოპერული პროექტიც იგეგმება ასევე ქუთაისის ისტორიულ უბანში. ბატონო ტალ, თქვენ აქტიურად მუშაობთ ზიონის პროექტებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო კომპანიების ჩართულობაზე. საკმაოდ ბევრი პარტნიორი გყავთ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. კონკრეტულად ვისთან და რა ტიპის კომპანიებთან გაქვთ თანამშრომლობა? Zioni project in here. პირველ რიგში მადლობა კითხვისთვის. საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილების მიღებისთანავე ჩვენი სტრატეგია ეფუძნებოდა პროექტის განხორციელებას იმ ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკას ასახავს. სწორედ ამიტომ პარტნიორობა დავამყარეთ გლობალურად აღიარებულ ბრენდებთან, როგორც დიზაინის, ასევე საინჟინრო სისტემების, ხმის იზოლაციის და მაღალი ხარისხის მასალების მიმართულებით. პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია TBC ბანკი, რაც უზრუნველყოფს ფინანსურ მდგრადობას და მასშტაბურ განვითარებას. ინტერიერის კონცეფციის შემუშავებაზე მუშაობდა საერთაშორისო დიზაინერი მატეო ნუტი. ვერტიკალური ტრანსპორტირების სისტემებში თანამშრომლობდით Schindler Group-თან, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით. ხმის იზოლაციის მიმართულებით ჩართულია სკანდინავიური ბრენდი, ხოლო ჭკვიანი და ტექნოლოგიური მასალების მომარაგება ხდება სხვადასხვა ევროპული მომწოდებლების მიერ. პარტნიორების პროფესიული გამოცდილებისა და ჩვენი კომპეტენციის სინერგია ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველოში დავნერგოთ ცხოვრების ახალი, თანამედროვე სტანდარტი და შევთავაზოთ ბაზარს საერთაშორისო ხარისხის პროდუქტი. Thank you. და ნათია ტალის პასუხიდან გამომდინარე დამატებითი კითხვა გამიჩნდა ამ საერთაშორისო პარტნიორობაზე, ხო? რას ნიშნავს ზოგადად? არა მხოლოდ ზიონისთვის, ხო, რომელსაც თავიდანვე გათვლილი ქონდა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით ეს იქნებოდა სკანდინავიური თუ ასე შემდეგ პროექტები, ბრენდები უნდა შემოგვეყვანა. ზოგადად ბაზრისთვის საინვესტიციო მიმართულებით რამდენად მაღალ დონეზე და სტანდარტზე აყავს ეს ინდუსტრია და მიმართულება. იდეის გაჩენისთანავე ჩვენ ვიცოდით, რომ არ უნდა გვეფიქრა ხვალ რა უნდა მომხმარებელს, არამედ ერთი წლის მერე რა მოთხოვნილება ექნებოდა. შესაბამისად, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, ჩვენ ავირჩიეთ ის პარტნიორები, რომლებიც ამ სფეროში ქმნიან ყოველდღიურ ინოვაციურ პროდუქტებს. ეს არის ბრენდები, რომლებიც გვაძლევენ გარანტიას, რომ მაგალითად ზიონში ამ პროექტში გათვალისწინებულია 60 დეციბელზე ხმის იზოლაცია და ამას გვთავაზობს სკანდინავიური ბრენდი აკუკონი, რომელიც ეს არის სტადიონის ხმაურის დონის შეკავება, რისთვისაც ჩვენი ბაზარი ჯერჯერობით აქამდე განებივრებული არ იყო. და სწორედ ესეთი პარტნიორების შერჩევით ეს შერჩევა ეფუძნება ყოველთვის გამოცდილებას, მათ საერთაშორისო გამოცდილებას და ხარისხს. სწორედ ეს არის ყოველთვის ის კომპონენტი, რის გამოც ჩვენ ვირჩევთ ჩვენს პარტნიორებს. ლაშა, ალბათ TBC-ისთვისაც ერთ-ერთი მთავარი იცი კი შეიძლება ყოფილიყო ის მეტად სანდოობა, ის სტანდარტი და შესაბამისად ამაზე დაფუძნებული პარტნიორობა, როდესაც აი იმ გრძელვადიან სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, რომელიც გაკავშირებთ ხო კომპანიასთან. უმნიშვნელოვანესია ვიტყოდი, ეს პროექტი თავისი არქიტექტურით, თავის განაშენიანებით, გამწვანებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და იმ სერვისებით, რასაც თავის მომხმარებელს სტანდარტს თავაზობს, ყველა ეტაპზე ჩანს მომხმარებელზე ორიენტირებულობა, რაც TBC-ის ღირებულებებში ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის. საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა კიდევ ახალი ცოდნის გამოცდილების და ინოვაციების დანერგვა შეუწყობს ქვეყანაში ხელს. რაც ფიქრობთ მისასალმებელია და გამოარჩევს ნამდვილად ამ კომპლექსს, რომელიც თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის ქართული უძრავი ქონების ბაზარს. დარწმუნებული ვარ და მადლობა ესეთ შეფასებისთვის. Mr. Tal, ზიონი კრწანისი არ არის ერთადერთი კომპლექსი, რომელსაც ჯგუფი საქართველოში ახორციელებს. რა პროექტებზე მუშაობთ და როგორი არის თქვენი საინვესტიციო გეგმები?
ჩვენ დღეს უკვე მუშაობთ საცხოვრებელ, კომერციულ და ჰოსპიტალიტი მიმართულებებში და თითოეულ სეგმენტში ვცდილობთ შექმნათ გამორჩეული, მაღალი სტანდარტის პროდუქტი. Zion Embassy ქუთაისი ჩვენი გაფართოებადი პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილია. პარალელურად ვავითარებთ პრემიუმ კლასის ვილების დასახლებას წავკიში. ასევე ვახორციელებთ ბიზნეს ცენტრის პროექტს, მელიქიშვილი ავენიუს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მონაკვეთში და ვქმნით ბუტიკურ სასტუმროს Solowakis. რაც შეეხება ქუთაისს ამ ეტაპზე აქ სამ პროექტზე ვმუშაობთ. პირველი არის პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქში ცხოვრების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ამასთან ერთად ვავითარებთ სასტუმროს გლობალური ბრენდის ქვეშ და ჰოსტელის პროექტს, რაც ქალაქის ტურისტულ და ბიზნეს პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. ჩვენ გვჯერა ქუთაისის როგორც სწრაფად განვითარებადი ქალაქის გრძელვადიანი საინვესტიციო პერსპექტივის და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პროექტებით რეალურ ღირებულებას ვქნით როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. Thank you. შეგვიძლია მეტი მოვუყვეთ კიდევ იმ პროექტებზე, რომელიც ტალმა ახლა ჩამოგვითვალა? კი, ჩვენი პროექტები ყოველთვის მიმართულია შევქმნათ არა მხოლოდ ახალი შენობა ნაგებობები, არამედ ისეთი შინაარსობრივად და არქიტექტურულად გამართული შენობა, რომელიც მემკვიდრეობად დარჩება ჩვენს ქვეყანას. ესეთი იქნება ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული A-კლასის ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილზე, რომელიც რელიეფურად იმეორებს არქიტექტურას, რომელიც აქ ისტორიულად არის და გამორჩეული იქნება თავისი გამჭვირვალე ბეტონით, რომელიც საქართველოში ასევე ახალ სიტყვას იტყვის და შესთავაზებს მომხმარებელს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებულ საოფისე სივრცეებს. ასევე გვაქვს ბუტიკ ჰოტელი, ბუტიკური ტიპის სასტუმრო ლესელიძეზე, სადაც ასევე ვინარჩუნებთ იმ ძველ იერსახეს. როგორც ჩემო კოლეგებმა და მეგობრებმა აღნიშნეს, ქუთაისშიც ვავითარებთ საკმაოდ ფაქტობრივად ეპოქალურ პროექტებს შევქმნით, ვინაიდან შემოყავს საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, როგორც ტალმა აღნიშნა, განვავითარებთ საერთოდ ახალი სტანდარტის საცხოვრებელ კომპლექსს, რომლითაც ჯერჯერობით ქუთაისი განებურებული არ არის და აქაც შემოვიყვანთ იმ ხარისხის ბრენდებს, რომელიც ემსახურება Zion's კრწანისის პროექტზე და ფაქტობრივად ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც მთელი გუნდი ძალიან ვამაყობთ. როგორი იყო ლაშა დასასრულისკენ? რა შევაჯამოთ? მე შეჯამებისთვის ხო მეც მაქვს ერთი კითხვა თქვენთან და ამითი შეგვიძლია შევკრათ ჩვენი ინტერვიუს ეს ბოლო ნაწილი. ზოგადად უძრავი ქონების სექტორი მინდა მიმოვიხილოთ TBC-ის მხრიდანაც, რომელიც მუდმივად აკვირდება ეკონომიკაში ყველა სექტორს და ითვლის და შესაბამისად სტატისტიკებიც მუდმივად ახლდება. როგორ უყურებთ და რა მოლოდინებიც გაქვთ Zion-დან გამომდინარეც და ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე? თუ დავაკვირდებით 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემით დაახლოებით 17%-იანი კონტრიბუცია ჰქონდა აღნიშნულ სექტორებს მთლიანი შიდა პროდუქტში. ბოლო პერიოდის მიგრაციულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ბოლო წლებში, რამაც განაპირობა ბაზრის ზრდა და დაახლოებით $2.5 მილიარდ გადააჭარბა უკვე გასულ წელს ბაზრის ზომამ. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასებიც. თბილისში უკვე პრემიალური შედარებით მაღალი სეგმენტის ბინის საშუალო ფასი კვადრატული მეტრის $4,000 აჭარბებს, ხოლო შედარებით ყველაზე იაფი ეკონომ სეგმენტის უძრავი ქონების ბინის შესაძლებლობა დაახლოებით მომხმარებელს $800-900 შეუძლია. გარდა რაც შეეხება მოლოდინებს, TBC კაპიტალის შეფასებით შედარებით სტაბილური იქნება წელს ბაზარი, ესეთი მკვეთრი ზრდა ფასების აღარ არის მოსალოდნელი, დაახლოებით 4%-იან ზრდასველოდებით ბაზრის მოცულობის 26-ში, დიახ, ბაზრის მოცულობის ნაწილში, ხოლო ფასები 3%-ით გაიზრდება. კონკურენცია მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე ნარჩუნდება კვლავ, TBC კი 2 მილიარდზე მეტი ლარი საკრედიტო პორტფელით ბაზრის და 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებს. დიდი მადლობა. და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი სიახლე გვექნება მოსაყოლი საქმიანი მაყურებლებისათვის. ქუთაის, იმიტომ რომ ქუთაისში კი არა და ზოგადად ქვეყნის საქართველოს რეგიონებში ძალიან ვითარდება უძრავი ქონება და მით უმეტეს, როდესაც ესეთი მაღალი დონის სტანდარტის უძრავი ქონება შედის რეგიონებში, კიდევ მეტად იზრდება ეს საინვესტიციო ღირებულებაც. და მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ. Thank you very much. Thank you.